ყველაზე მხიარული გადაცემა რადიომანია. ხათუნას დაურეკეთ კორპუსის თავმჯდომარეა დაელაპარაკეთ წყლის მილების გამოცვლაზე, რომელიც ჯერ არ გამოცვლილა. ძალიან კარგი, არ გინდა დაურეკოთ თვითონ მეზობელი. სახელი რომელიმე მეზო ყველაზე აქტუალური. დათო ერქმევა ყველას. ნუ დათო გიორგი ხო მარტივად. მე რამდენი სართული დათო. გვერდზე სადარბაზო. ამ კორპუსის არია არა გვერდზე სადარბაზოს. ალო. ხათუნა მინდოდა? მე ვარ. გამარჯობათ ქალბატონო ხათუნა, იცით რა მე თქვენ კურირებთ ხო კორპუსს? გისმენთ კი მე. იცით რა არის მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ, მესამე სართულზე ვარ ქირით გადმოსული. და დაზიანდა ჩემთან მილი წყლის და როგორც ვიცი თქვენ უნდა დაგიკავშირდეთ, იმიტომ რომ ჩამოდი ზედა სართულიდან თუ გვერდზე მეზობლისგან გამოდი, არ ვიცით, მთელი ოთახი არის დამპალი და პატარა ფანტანი არის უკვე ამოსული. ნუ ამ ჩვენმა პრეზიდენტმა კი გააკეთა ბევრი ისეთი ფანტანები, მაგრამ ჩემ სახლში არ მინდა ახლა რომ იყოს. და მე რა შვაში ვარ მეზობლისგან თუ ჩამოგდის წყალი, ალბათ მეზობლისგან ჩამ. თქვენ არ კურირებთ ამ მე კურირებ რას კურირებ ახლა თუ მეზობლისგან წყალი ჩამოგივიდეთ მე რა უნდა გავაკეთო? მაშინ მეზობელს უნდა მიმართოთ და მეზობელს უნდა უთხრათ. თქვენ არ ხართ კორპუსის თავმჯდომარე? თქვენ გეხებათ? თავმჯდომარე ვარ, კი ბატონო, თავმჯდომარე ვარ და მანუ მე რა უნდა გავაკეთო? ხართ, იდებთ ჯიბეში ფულს. არ უნდა მიხედოთ კორპუსი რა. უკაცრავად ჯერ ერთი ვინ იდებს ფულს ეს სხვა საკითხია. მე ვიდებ თუ არა გაარკვიეთ კარგად და გაიგებთ. ეგ ერთი. და მე კიდე ესეთი ტონით რატომ ელაპარაკებით? იქნება ამიხსნას. აღშფოთებული ვარ, იმიტომ რომ თელ სახში წყალია და დავდივარ წყალში და თევზები დაცურავენ და. წყალი საიდანა გაქვთ? მე ჩამოგიშვით, იქნებ თქვენ დაგიზიანდათ მილი და გააკეთოთ. თქვენ გეხებათ ეს ყველაფერი, ხო? ეს მილებთან დაკავშირებით თქვენ უნდა დაგიკავშირდეთ, საერთოდ კორპუსში თუ რაიმე პრობლემა არის, თქვენ უნდა დაგიკავშირდეთ. ამიხსენით რაშია საქმე? ჩამოგივიდეთ მეზობლისგან თუ თქვენგან არის? არა, ჩემგან არ არის, მეზობლისგან ჩამოსულია თუ გვერდზე მეზობლისგან, ნუ არ ვიცი, სახში არის სულ ყველგან წყალი. თუ კი მეზობლისგან არის. ეს მეზობელი არ არის, ურეკავს ზარს, არ აღებს კარს და რა გავაკეთე? და მე რა ვქნა, მე შევიდე მეზობელთან მაშინ დადეთ. მაშინ ჩამოდი ჩემთან ერთად, ჩემ სახლში იყავით, ჩემ წყალში ვარ, თუ ჩემ მეზობლის წყალში დადექი ჩემთან ერთად წყალში. რას მელაპარაკე? ესე კი მე უნდა მე განვიცდი, მაშინ ასე განიცადეთ თქვენც ეს ყველაფერი. მე ძალიან ბევრჯერ დამესხა თავზე წყალი, მაგრამ მე 7 სათუზე და მე 6 სათუზე არ მისვლა მეზობელთან და არ მისვლა. წყალი წუწაობაზე არ მაქვს მე საუბარი, აქ სახლი მილპება და აბეჯი მაქვს ძვირადღირებული. ერთი წამით, ესე იგი ეს სახლი დიდი ხანია გილპებათ და ეხლა გაგახსენდათ თუ როგორ არის? დღეს მე მივედი სახლში, ძალიან წყნარად გესაუბრებით ამ შემთხვევაში, ცოტა ავღელდი უკაცრავად. ძალიან კარგი რომ მიხდით, გისმენთ? ძალიან საშინელი მდგომარეობა ჩემს სახლში, ძვირადღირებული იატაკი, ძვირადღირებული ავეჯი, ყველაფერი განადგურებულია. მესამე სართულზე ორ ოთახიანში? ბატონო? მესამე სართულზე ორ ოთახიანში? თირით ნორას ბინაში, მერე? დიახ, ნორას ბინაში. მაშინ მოგთხოვთ პასუხს თქვენ ამ ყველაფერზე. მე უნდა მომთხოვოთ პასუხი? აბა ვის უნდა მოგთხოვთ? თქვენ ხართ ამ კორპუსს ამ შენობას კურირებთ თქვენ. და ერთი წამით ის რომ მეზობელმა წყალი ჩამოგიშვათ, მე უნდა მომთხოვოს მაგაზე პასუხი? მეზობელი თუ არის ითვალისწინებს თქვენ იმას მაგათ რჩევა დაარიგებდეს, რომ წესიერ მოიქცენ კორპუსში, არ მოუშვან მილები ზედმეტად თუ სახლში არ იმყოფებიან, აბა ვის მიმართო? მეზობელი არ აღებს კარს. რაიმე, ესეთი რამ პირველად გავიგე. მაშინ უნდა მოვითხოვო მე რომ გადაგაყენონ თქვენ ამ თანამდებობიდან, რაიმე, რა ჯერეთი თქვენ ქირით ბრძანდებით და ვინ გეკითხებათ? ეგ ერთი რა, ჯერეთი რა. მე ვიხდი რას ქვია ვინ მეკითხე? რას რა, როგორ? ყველაფრის ფულს ვიხდი მე ამ შემთხვევაში. რას მეც ვიხდი ყველაფრის ფულს, მე რის ფულს ვიხდით თქვენ კიდე? რა ვიცი, ნაგვი სახელმწიფო გადასახადები, რაც არის ყველაფერს ვიხდი. არა, მე ისე ვცხოვრობ, ჰაერზე ვცხოვრობ, არაფერს არ ვიხდი. ჰაერზე რომელი სართულია თქვენი, ვერ გავიგე. მერვეზე ჰაერი მაგ და 10 ნაგვის ფულს ვიხდი და არაფერს არ ვიხდი. გენაცვალე, ჰაერზეც გიცხოვრია თქვენ და ყველაფერი გქონდა. და რას მელაპარაკე? ერთი ვინ მოგცა ჩემი ნომერი? ერთი წამით ვინ მოგცა ჩემი ნომერი ერთი ის მითხარით რა? მეზობელმა ჩვეულე ვინც მომაქირავა ეს ბინა იმან მომცა. იმას ჩემი ნომერი არ აქვს და როგორ მოგცათ ჩემი ნომერი? მომცა. რას მელაპარაკე? ერთი სახელი და გვარი მითხარით თქვენი ვინ ბრძანდებით? გიორგი ნაზღაიძე. როგორ? გიორგი ნაზღაიძე, ტელეწამყვანი. ვაიმე, რას მელაპარაკე? გამარჯობა, ეს არის ხუმრობა, ეს არის გადაცემა რადიო მანია, თქვენმა მეგობრებმა გაგაშაყირეს. ვაიმე, არ ვიცი რა გიგო. გამარჯობა, მოგესალმებით. უკაცრავად რომ აგაღელვეთ, არ მინდა და ნამდვილად ეს თქვენი მეგობრების დაშოყება. აი ასეც ხდება.
თქვენი მეგობრები დაახჭეთ, ვინც გაგიკეთათ. აი აქ მის მინდა, მაიკო დავახტე, გადავახჭო ამას ამოა. ჩაყუდეთ სავსე აბაზანაში, ჩაყუდეთ დავით. ბატონო? სავსე აბაზანა, ავსე დაბაზანა და თავი ჩაყუდეთ. აი მე ყველა ჩავარი შიგნით, რაიმე ცუდად. აგინეთ ყველა არ ჩაყაროთ, პატრული არ მოვიდეს. ესე იგი ჰაერი აღარ შეძლო, რაიმე გაიეხლა ცუდად. ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის, თუ შეგაწყვეტ. არაფერს, მაგრამ რაიმე გული წინაღამ გამიჩერდა. უღმეს მადლობა, ესე კარგად რომ ავხევით, ესე მაგალითად თქვენ არ თქვენ, მაგრამ ავხევით. აი გამომიყვანეთ გოგო, კარგი, წერიქით კარგად იყო. დახვამდის მადლობა. აი როგორი იუმორით ახსოვს ადამიანი იყო. ყველაზე მხიარული გადაცემა რადიომანია.